ყველაზე დიდი წინააღობა რაც შემხედრია იყო, რომ ქალებს ძალიან სკეპტიკურად უდგებოდნენ სპორტში. განსაკუთრებით თავიდან ოჯახს ჰქონდა გართულება. ეს ანა, რომელიც მეხუთე კატეგორიის მსაჯის ასისტენტია, მისი სპორტული კარიერა ფეხბურთის თამაშით დაიწყო. მალევე მან საკუთარ თავში სირბილის უნარი და სისხარტე აღმოაჩინა, რის შემდეგაც მსაჯობა დაიწყო. იყო დაბრკოლებებით, საზოგადოება სკეპტიკურად აღიქვამდა ქალის ადგილ სპორტში, როგორც ანამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა. წინააღმდეგობა ოჯახის წევრებისგანაც მოდიოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ ამ სპორტში პერსპექტივა და ანას შესაძლებლობები დაინახეს, ახალგაზრდა ქალ სპორტსმენს მხარდაჭერა მოუცხადეს. მე ვარ მეხუთე კატეგორიის ასისტენტი მსაჯი ფეხბურთში. ჩემი ამ საქმის მიმართ დაინტერესება დაიწყო მაშინ, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე. იმიტომ რომ მეუბნაოდნენ, რომ სირბილი კარგად შემეძლო, კარგად ვითვისებდი ინფორმაციას და უბრალოდ ჩემგან კარგი მსაჯი დადგებოდა. ჩავუღრმავდი ამ სფეროს და მეც გადავწყვიტე, რომ უნდა მივყოლოდი ამ საქმეს. ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარული დაიწყო ძალიან პატარა ასაკიდან. ისევე როგორც ყველა ფეხბურთელი, მეც ჩემი კარიერა დავიწყე ბიჭებთან ერთად ეზოში ფეხბურთის თამაშით. ყველაზე დიდი წინააღობა, რაც ახლა მომდევს, არის ჩემს თავში იმდენი ძალის პოვნა, რომ ყოველთვის სწორ რეჟიმს მივუყვე და მუდმივად ვივარჯიშო. ანა ამბობს, რომ გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, დღევანდელ დროში ბევრი ქალი მისდევს იმ საქმეს, რაც უყვართ, მათ შორის სპორტსაც. ახალგაზრდა სპორტსმენის მიზანი განვითარება და სპორტში ღირსეულად თავის დამკვიდრებაა.